დავით მშავანაძე კოალიციას ცვლილებისთვის ერთ-ერთი წარმომადგენელი და ლიდერი მასთან ერთად გვექნება. მან კარგად იცის ეს თემები კორუფციული და მასთან ერთად დავიწყებთ საუბარს. პირველ რიგში მაინც კი ეს ახალი ამბავია, მეორე რაზეც ნახავ თქვი, მაგრამ მაინც იმ კაცზე მინდა ვიკითხო, უნებართვოდ 5 აპარტამენტი რომ აუშენებია და საბაგირო ტრასა მოუწყვია და ღარიბაშვილთან ერთად რომ პოზირებდა. ეს ამბავი საერთოდ რამე ფორმით წარმოსადგენია, რომ ამ ყველაფერს უნებართვოდ აკეთებდა? მოგესალმებით, მიესალმებით თქვენს მაყურებელს. Რა თქმა უნდა, უნებართვოდ არ აკეთებდა. ამ ყველაფერზე ხო ნებართვა უნდა გაეცან ბორჯომის მერიასთან და დაბა ბაკურიანის ადმინისტრაციას. ამ ყველაფრის მონიტორინგი ხო უნდა განეხორციელებდა. რომს დაეწყო მართლა ამ კაცს რაღაცა უშველებელი ცათამბზენების აშენება ბაკურიანის კურორტზე. ბაკურიანს ყავს თავისი ადმინისტრაცია, თავისი სიპები და აიპები ცალკე შექმნილი და მაგაზე სხვა შორის სტატიები არის მომზადებული, რომ ძალიან გაბერილი არის ბორჯომის მუნიციპალიტეტში ეს საჯარო სამსახურის ისინი 1000 მაკონტროლებელი ორგანო არის შექმნილი და ამათ რეაგირება უნდა მოეხდინათ. Რა თქმა უნდა, ეს არის ტყუილი, რომ რაღაც ამ კაცმა თვითნებურად ააშინა. ამ ყველაფერზე ნებართვაც ჰქონდა ამ კაცს. ღარიბაშვილიც იყო ჩასული ამ ყველაფერს დასათვალიერებლად და ეს რაღაცა შოუც იყო დადგმული. იცით უნდა ვთქვათ, რომ ეს კაცი არ მხოლოდ ქართული ოცნების შემომწირველია, არამედ ის იყო გოჩაინუქიძის ბიზნეს პარტნიორი, მაგალითად ერთ-ერთ კომპანიაში, მის ერთ-ერთ კომპანიაში გოჩაინუქიძეს ჰქონდა თავის დროზე 50%-იანი წილი, უბრალოდ მე ეს ფორმალური გაყოფა მოხდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს კავშირი და ეს პარტნიორობა არსად არ წასულა. ეს კაცი იყო ქართული ოცნების ორგანული ნაწილი ამ სასტუმროებში, რომლებიც აშენდა. არა თუ რაღაც უნებართვოდ იყო აშენებული, არამედ აქ იმართებოდა ქართული ოცნების შეკრებები, ღონისძიებები, აქ სარგებლობდა ამით ეს ქართული ოცნების ჩინოვნიკები ძალიან თავისუფლად, ეს იყო რაღაც ერთ-ერთი ფავორიტი ადგილი მათი და რა თქმა უნდა, ამით იხეირა ყველა ჩინოვნიკმა, როგორც ადგილობრივ დონეზე, აგრეთვე ცენტრალურ დონეზე. ეხლა უბრალოდ ეს კაცი მიიჩნიეს სავარაუდოდ ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვის წევრად და რაღაცა მასთან დაკავშირებულად აირია ურთიერთობები ქართული ოცნების მოქმედ ასე ვთქვათ ადმინისტრაციასა და აი ამ კაცს შორის და აი ეს რაღაცა რაც აქვს ბოლო კამპანია თითქოს კორუფციას ებრძვიან აი ამ ყველაფერს რაღაცა შეწირეს და დააკავეს. რა თქმა უნდა ამ კაცს ეს ყველაფერი ექნება სტანდარტების დარღვევით აშენებული, სტანდარტების და არა წესების მის ნებართვის, იმიტომ ნებართვას რა თქმა უნდა აძლევდა ადგილობრივი და შესაბამისი უწყებები. რა თქმა უნდა სტანდარტების დარღვევით არის აშენებული, უბრალოდ ეხლა 100 აშენებს ყველა ქართული ოცნების ადგებიან შერჩევით. რა თქმა უნდა, ანუ არ არსებობს არც ერთი ასე ვთქვათ ეს ახალი დეველოპერული კომპანია თუ რაღაცა პროექტი, სადაც მსგავსი წესების დარღვევა არ არის, ამას ხო მუდმივად ვწერთ, მაგრამ ამას რეაგირება არასდროს არ აქვს. ეხლაც არის ეს შერჩევითაც და ხო ეს რაღაცა ნიშანი უნდა იყოს ქართული ოცნების მოქმედი ჯერ კიდევ მოქმედი მხარდამჭერებისთვის და მათი რაღაც ჩინოვნიკებისთვის და ბიზნესმენებისთვის, რომ არავინ დაცული არ არის, აი არავინ დაცული არის. თუ უნდათ აი ესე უბრალოდ ადგებიან და ციხეში გაუშვებენ. კარგი დასტური იყო მაგის სხვა შორის დღეს ნიკა მელიას საქმე, რომელსაც ვესწრებოდი მე პირადად და აი როგორი სტანდარტი იყო, იცით რომ ორი პოლიციელი შემოვიდა, უბრალოდ მოყვნენ რომ რაღაც ნიკა მელიამ ხთითი აუწია თუ რაღაც და ამის გამო ის იყო დამნაშავე და მოსამართლემ არაფერი არ გაითვალისწინა, პირდაპირ ადგა და რაღაც ჯარიმა შეუფარდა, ხო ნიკა მელიას. ასე მოუწევს სულ ყველა ქართული ნიკა მელიაზე კი არის დამთავრდება ეს ყველაფერი და ჩვენზე ოპოზიციაზე და მედიას. არამედ აი ქართული ოცნების უპირველეს რაღაცა მხარდამჭერებს და მათ წევრებს დაემართებათ იგი. აი იმ სტანდარტით გაასამართლებენ, როგორც დღეს ნიკა მელიას გამოუტანეს ბრალი და ეს საქმე მაგის დასტურია, მათ შორის აი სტეფანიანის საქმე და რაც შეიძლება დღეს დაკავებული კუპატაშვილი. ეს კაცი ასე ვთქვათ არის ირაკლი ქარსელაძის გარემოცვის წევრი, ის ჯერ იყო ირაკლი ქარსელაძის მოადგილე გზების დეპარტამენტში 2018 წელს, როდესაც უფროსი იყო გზების დეპარტამენტის ირაკლი ქარსელაძე. ამის შემდეგ ეს კაცი დარჩა გზების დეპარტამენტში და აი 2025 წლის მაისამდე იკავებდა მოადგილის თანამდებობას. ის იყო პირდაპირ ასე ვთქვათ ქარსელაძის დასაყრდენი და მის გარემოცვის წევრი აი ამ გზების დეპარტამენტში, რომელიც ძალიან დიდი უწყება არის, ხო, ინფრასტრუქტურის სამინისტროს შემავალი და ეხლა გაათავისუფლეს, როცა უკვე დაიწყო წმენდა ლილუაშვილის და ქარსელაძის კლანების. ეს გზის მონაკვეთი ხარ ეს ჩაინგრა, ამაზე წლების განმავლობაში წერდით, მათ შორის აი ფლანგვის დეტექტორში როცა მუშაობდი, მაშინაც წერდი ამაზე მასალას. ეს ის მონაკვეთია, რომლის გამოც არ არის დასრულებული კლიანად ეს რა ქვია მაგისტრალი. ეს მაგისტრალი ზოგადად ხალხმა რო იცოდეს 2014 წელს დაიწყო მშენებლობა და 2016 წელს დასრულებული იყო. 200 მილიონი იყო თავიდან ბიუჯეტი და იმდენად ცუდად აკეთებენ და იმდენად ასე ვთქვათ კორუფციის იმხელა მასშტაბია, რომ დღემდე არ არის დასრულებული და ბიუჯეტი არის 1 მილიარდ ლარამდე გაზრდილი. ანუ იმიტომ რომ დროში ვერ ასწრებენ და იმიტომ რომ კორუფციული გარიგებებით აი ამას აკეთებენ, რაც ახლა გამომშყავდა და ასე სულ ლაპარაკობდით, 16 მილიონი კი არ იზარალა ბიუჯეტმა. 800 მილიონი იზარალა ბიუჯეტმა რეალურად, იმიტომ რომ დროში ვერ ჩაეტივენ რაღაც კორუფციული გარიგებებით შემოიყვანეს კომპანიები. ეს არის აზერბაიჯანული კომპანია, რომელსაც ედავებიან ახლა შპს აკორდი. ეს არის აზერბაიჯანული კომპანია, რომელიც ყველა ტენდერს იგებდა მორგებული წესებით
ინტერესებით, ან წინასწარ აძლევდნენ ავანსს, ან რაღაცა მთლიანად უკონკურენტო გარემოში იგებდა ტენდერს და შესაბამისად ეს ნაწილი იყო აი ამ ქართული ოცნების კორუფციული იმპერიის. ვისთან მიდიოდა ქარსელაძე და კიდევ ვისი ხაზია ეს თქვენი აზრით? ანუ ეს კაცი დაკავება. ქარსელაძე და ლილუაშვილი. ზოგადად ქარსელაძე და ლილუაშვილი არის ერთი დაჯგუფება, იყო ერთი დაჯგუფება ქართულ ოცნებაში. ესენი არიან ერთმანეთის კურსელები და მეჯვარეები, საქამდეც მიხსენებია. ეს ახლა უბრალოდ გზების დეპარტამენტში დაიწყო, ასე ვთქვათ, აი წმენდის ახალი ტალღა და ეს ადამიანი არის უშუალოდ, ესე იგი უშუალოდ იყო ქარსელაძის მოადგილე და ქარსელაძის გარემოცვის წევრი და შესაბამისად ავტომატურად ეს იყო გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, იმიტომ რომ ლილუაშვილი და ქარსელაძე იყო ერთი კლანი ქართულ ოცნებაში და ამათ ჰქონდათ როგორც ერთს უსაფრთხოების სამსახური, მეორეს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩაბარებული. იცით რატომ ვკითხულობ ამას? ესე იგი მოადგილეებს აკავებენ, ან რაღაცა შეფასებების თავმჯდომარეებს, ხელმძღვანელებს. ერთადერთი თავდაცვის ყოფილი მინისტრი ყავთ დაკავებული. თანაჩენებს არავინ არ იცნობდა ამ კაცს. ხო, რანჩემს რაღაცა წრესული, ან გვაჩვენებენ ოქროს ზოდებს, მილიონებს და ყველა ეს ხალხი, ვიზაც ჩვენ ვიგებთ რომ დაკავებულია, ვიღაცასთან ილინკება, მაგრამ ამ დიდ, ასე ვთქვათ, მსხვილს ხელს არ ადებენ. ჯერჯერობით ლილუაშვილთან უვლიან წრეებს და ვერ მივიდნენ და ღარიბაშვილის შესახებ კი ვნახეთ კადრი სასამართლოში უკანა კარიდან შევიდა და ისევ მძვირად ღირებული მანქანით სახლში წავიდა მილიონიანი გირაოთი და ხალხი აგერ დაკავებულია პანტაპუნტით და ციხეში ტოვებენ 7-15 წლამდე წერილების წერისთვის. ასეთი ორმაგი სამართალია ქივარიშვილს. კი. ეს აქ ორი მიზეზი არის, რატომაც შეჯერობით არ არის დაკავებული ეს მთავარი, ასე ვთქვათ, ჩინოვნიკები, ხო? ერთი ის რომ ისევ აქვს მოლოდინი ივანიშვილს და აი ამ კობახიძე მდინარაძის კლანს, რომ რაღაც იმ თანხების ამოღებას მოახერხებენ ამ ხალხისგან, რომლებსაც ედავებიან რეალურად და ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ეს კორუფციასთან ბრძოლა კი არ არის, ეს არის ფულის ჯვიდან ამოღების სპეცოპერაცია ბიძინა ივანიშვილის მიერ და უნდა რომ ეს ფული მასთან აკუმულირება გააკეთოს ამ თანხების, იმიტომ რომ ამის ბევრი მიზეზი აქვს, რაღაც სანქციებიდან დაწყებული, რაღაც შიდა კრიზისებით გაგრძელებული და დამთავრებული და ერთის მხრივ რაღაცა ისევ ცდილობენ რომ ეს მოხერხდეს და მეორეს მხრივ რა თქმა უნდა მაინც გარკვეულ რეპუტაციულ, ასე ვთქვათ, ამბავს უფრთხილდებიან, იმიტომ რომ ყოფილი ამხელა რანგის ჩინოვნიკის დაჭერა, ყოფილი რაღაცა მინისტრის და პრემიერ-მინისტრის დაჭერა, მაინც არის მათთვის და მათი ამომრჩევლისთვის შესაძლოა იყოს გარკვეული დაბნეულობის საფუძველი. ხა არავინ არ თქვას, რომ რაც არ უნდა ავტოკრატიული იყოს რეჟიმი, მას არ სჭირდება რაღაცა ტიპის ეს პროპაგანდისტული თანმიმდევრულობა, ხო? ამიტომაც ჯერჯერობით ეს ორი მიზეზი არის, ან კომბინაციით, ან ცალ-ცალკე. რატომაც ეს ხალხი გადარჩა, მაგრამ ნუ ეხა ყველას რო იჭერენ მათ გარშემო, გასაგებია რომ არც ისინი არ არიან თავისუფლები. ისე როგორც ღარიბაშვილიც არ არის თავისუფალი, სწორად აღნიშნეთ, გირაოთი კი გამოუშვეს და მართლა რაღაცა აბსოლუტურად წესიერ პედაგოგებს, ექიმებს, მსახიობებს და სტუდენტებს ციხეში უშვებენ არაფრის გამო და ეს რეჟიმის სახეც კიდევ ერთხელ აჩვენებს, მაგრამ არც ღარიბაშვილი არ არის თავისუფალი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მას პასპორტი ჩამოართვა. პასპორტი მანამდეც ჰქონდათ მაგათ ჩამორთმეული სულ ყველას და ერთი ჯუანშერმასა და გაქცევა და ვერ გაიქცა და ეგრევე ციხეში გაუშვეს მერე. ხო, ეგეც საინტერესო დეტალია, სხვა შორის გაქცევასთან დაკავშირებით, ანუ ისინი ხვდებიან რომ მათ თავზე შავი ღრუბლებია, თუ ამას ხვდებიან მაღალი რანგის ჩინოვნიკები, ამას ალბათ ხვდებიან დაბალი რანგის ყოფილი ჩინოვნიკებიც. ანუ ეს ქართული ოცნების კონსოლიდაციაზე როგორ მუშაობს? არავინ არ თქვას, რომ ეს რაც ახლა ხდება ქართულ ოცნებას აძლიერებს, ან ეს რაღაცა მათი ლხინის მდგომარეობა. ეს არის ქართული ოცნების მონოლითურობის ხოება. ამდენი წელი პარავდით ფულს ეუნებიან. ყველაფერი, ან ნახეთ, ყველაფერი რასაც ვამბობდით, კი არა, მართლა სტატიები რო არის დაწერილი, აი ზუსტად იმ სტატიების მიხედვით ხალხს იჭერენ და ყველაფერს აღიარებენ, რომ მართალი იყო. ისიც უნდა ვთქვათ, რომ რა ვიცი, ამაში თუ მართალი ვიყავით ყველაფერში, სხვა რაღაცებში რატო არ ვართ მართალი, არჩევნების გაყალბებიდან დაწყებული, საგარეო პოლიტიკური კურსის სრულებით დამთავრებული. ხო, რა თქმა უნდა, იქაც მართალი ვართ ყველაფერში. უბრალოდ ეხა აქ სჭირდებათ ამ ყველაფრის წარმოჩინა. რა თქმა უნდა, ქართული ოცნების მონოლითურობა ირღვევა და სუსტდება ქართული ოცნება. ეს ნებისმიერი, რა ვიცი, აი დაჭერილი ჩინოვნიკის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, ხო, იგივე ლილუაშვილის და მისი გარემოცვის, რომელსაც ჰქონდა დასაყრდენი იმერეთში, ვანში, ბევრ მუნიციპალიტეტში, ხო, იქ სრული წმენდა მოხდა მისი კადრების. მაგალითად, თუ იყო წინა ადმინისტრაციაში ლილუაშვილის ბიძაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე ვანის, ეხლა საერთოდ არავინ აღარ არის ლილუაშვილის დარჩენილი ვანის მოქმედ ადმინისტრაციაში, ანუ ეს დიდი წმენდა არის, დიდი შესუსტება არის და ქართული ოცნების დარჩენილი ჩინოვნიკები ხა ვინც ესე არიან, რა თქმა უნდა, მათთვის ეს არის ძალიან გაუგებარი მდგომარეობა, იმიტომ რომ აქამდე მოდიოდა ქართული ოცნებიდან ტენდერები, უსაფრთხოება, სტაბილურობა, გარანტია ამ უსაფრთხოების და ეხა მოდის აი სრული გაუგებრობა. აი, როდის მოხვდებიან განსაჯელის სკამზე და როდის გადაუტრიალდება თავში ჭანჭიკი, ან კობახიძეს, ან ივანიშვილს, ეს არავინ არ იცის და ჯერჯერობით ეს ისე მიმდინარე პროცესია, ჩვენ ამის შედეგებს ჯერ ვერ ვხედავთ. მაგრამ არაფერი არ
მიანიშნებს იმაზე, რომ ესენი ამის ძლიერდებიან და მე მგონი არავინ არ იჯერებს ამ ქვეყანაში, რომ მართლა კორუფციას ებრძვიან, იმიტომ რომ ვინც ჩართულია კორუფციაში, იმათმა ხო კარგად იციან რა ღრმა არის ეს ყველაფერი და რამხელა კორუფციული იმპერია არის და აქეთ მხარეს ვინც არის კრიტიკულად განწყობილი მოსახლეობა, იმათმა სულ იცოდნენ ეს ასე რომ იყო და ეს კიდე ერთი დასტური არის იმისა, რომ ხა როგორ ვინ დაიჯერებს, რომ ირაკლი კობახიძე და ბიზნა ივანიშვილი კორუფციას ებრძვის. ბიზნა ივანიშვილი კაცი, რომელმაც შემოიტარა 1 მილიარდის ნახატები და გადასახადი რო არ გადაეხადა ბიუჯეტში, კანონი შეაცვლევინა და ოფშორების კანონი მიაღებინა პარლამენტს. ანუ კაცი არის პროფესიონალი, გამოუწოდებელი, თაღლითი და გაიძვერა. და ეს კაცი როგორ ებრძვის კორუფციას? ანუ არავის მაგის არ ჯერა და საინტერესო ფულის ადმიდის, რომ 7 მილიონი გვაჩვენეს, ხომ? ჯერჯერობით ოქროზოდები, დანარჩენი ხა რაც არ გვაჩვენეს, კიდე წარმოსადგენადაც რთულია. სულ მახსენდება თემურ ჭყონიას ფრაზა, ამდენი მოსაპარი თუ იყო ამ ქვეყანაში, რა არ გამომივლია კაც და ეგეთი არაფერი მეგონაო და ანუ რა არ უნახავ შევარდნაძიდან მოყოლებული ხომ ამ ქვეყანაში და აი კაცი გაოგნებული იყო ამ მასშტაბზე. ჩვენ რომ გაოგნებული ვართ, ცხადია, იმიტომ რომ ჩვენ წარმოვადგენთ მოქალაქეებს, აი მაგალითად აზატ შილაჩავა რომ დააკავეს 2 ლარი და 55 თეთრი დაულუქეს. და ანუ კი არაშიძეს $80,000 ყელსაბამი ეკეთა ჰელოვინის ამ რეალობაში ვცხოვრობთ ჩვენ და შესაბამისად თვითონ რასაც ამბობენ, მოდი მხოლოდ იმას დავეღნოთ, რაც გვაჩვენეს საგამოძიებო მასალებში 7 მილიონი. წარმოვიდგინოთ რა ხელა თანხაზეა საუბარი, რომელიც სახლში ხურდა დარედოთ, ხომ? ეს ფული ამოღების შემთხვევაში, ამ ფულის ამოღებაა ივანიშვილის მიზანი. სად მიდის ეს ფული? ივანიშვილის ჯიბეში. აი გარი ძალიან კარგი ინდიკატორი, ეხლა თქვენ რასაც ხაზი გაუსვით, იმიტომ რომ მანამდე ხო თქვენ აი მაგალითად ციპებში და აიპებში 700 მილიონი დავზოგეთო, კობახიძემ თქვა, რომ იქ მრჩეველების ის გავაუქმეთო. ეხლა მას ხო ხედავთ, რომ აი ამდენი მილიონი ამოიღეს იმის სახლიდან, ამის სახლიდან. სადმე წავიდა ეს თან ხან სოციალურ პროექტს მოხმარდა რამეს, ან რამე აშენდა, ან რამე გაუმჯობეს და გზა დაიგო, რკინი გზა დაიგო. ხო არაფერი არ კეთდება. რა თქმა უნდა, მიდის ივანიშვილის ჯიბეში ისევ და აქამდეც ჯერეთი ეს 7 მილიონი კი არა, 700 მილიონზეა საუბარი, რეალურად და მასშტაბი არის გაცილებით დიდი, უბრალოდ ეხა ეს არის საჩვენებელი რაოდენო. ეხა 16 მილიონი ზიანი მიადგა, აი პირდაპირ გეუბნებით, ამ გზას უნდა მოხმარებოდა 200 მილიონი გრიგოლეთ სამტრედიეს მონაკვეთს და გაიზარდა 1 მილიარდ ლარამდე. ანუ ხო წარმოგიდგენიათ აქ რომ 600, 700, 800 მილიონი დოლარი მილიონ ლარი როგორ არის გაბერილი და გაზრდილი და წასული ჯიბეებში სხვა ჩინოვნიკების ხო? აი ეს არის მასშტაბი სხვა საქმეებზეც რომ შევხედოთ. ეს ერთი საქმეა. ეს ერთი საქმე არის ხო და რა თქმა უნდა ანუ არ მოხმარებია ხალხის იმას. ანუ აქამდეც რომ ეკონომიკა რო იზრდებოდა, ფურცელზე რო იზრდება და ამ დროს ემიგრაცია რო უზარმაზარი გვაქვს და ბოლო 3 წელიწადში რო 160,000 ქართველი წავიდა ქვეყნიდან და შობადობა რო შემცირდა და რაღაც ეს უბედურება რო ხდება. აი მაგის პასუხიც აქ არის გესმით რომ ფურცელზე იზრდება, იმიტომ რომ აი ამ კორუფციული გზით რაღაცაებს მაქინაციებენ და რაღაცა რესურსები ტრიალებს, ოღონდ რესურსი ტრიალებს ივანიშვილის ჯიბიდან, სხვა მისი კლანების ჯიბეში და ადამიანებამდე არ მიდის არაფერი. და მაგიტომაც გარბის ხალხი ამ ქვეყნიდან, თორე მართლა 10%-იანი ეკონომიკური ზრდა თუ გვაქვს და ამ რაოდენობის ფული ტრიალებს ამ ქვეყანაში, რავი, როგორ შეიძლება რომ ამ ქვეყნიდან ამდენი ადამიანი გარბოდეს და სიღარიბის ზღვარი ისევ 700,000 კაცი იღებდეს საარსებო შემწეობას და რაღაც 1,300,000 იყოს რეგისტრირებული ბაზაში ამ შემწეობის. ხო, ანუ უკიდურესად ღარიბი რატო არის ეს ქვეყანა და ეს მოსახლეობა რატო არის უკიდურესად ღარიბი? რატო აქ აზატ ჟილაჩავას 2 ლარი და 55 თეთრი ჯიბეში და რატო უკეთია კახაკალაძის ცოლ ანუკა არეშიძეს $80,000 ყელსაბამი რაღაც ჰელოვინის დღესასწაულზე. ხო, ან რატო არის ღარიბაშვილის სახში ოქროს მერსედესის ის ემბლემა ნაპოვნი და ოქროს ზოდები. ხო, ანუ ეს არის პასუხი არის ამ ყველაფრის, რომ ეს ფურცელზე ეკონომიკის ზრდა და ეს თითქოს საქართველოს წინსვლა არის აი ამათი კეთილდღეობის წინსვლა და მეტი არაფერია. კორუფცია არის მათი ძირითადი იდეოლოგიას და მათი ძირითადი საზრუნავი. ეს ლოგიკას რო გავყვეთ, ივანიშვილი ახლა მიყვება ყოფილი ჩინოვნიკების ჯიბეებს და მათ ფულს აბრუნებს საკუთარ ჯიბეში? ზუსტად, იმიტომ რომ ნახე ჩვენ მათ არა მოპარულ ფულს გამოდის. ნუ ეს ყველა იპარავს. უბრალოდ ეხა ამათ დაერია, იმიტომ რომ პოლიტიკურად გაუწყრა ამათ, ხო? პოლიტიკურად ეჭვიანოს და მიუღებელია მათთვის და მეორეს რომ ჩვენ გვავიწყდება ხოლმე, რომ აი ამდენ პრობლემებს, ამდენ დაჭერებს და რაღაც, რომ ივანიშვილი საერთოდ არ გამოიყურება კარგ მდგომარეობაში. კაცი არის საანქცირებული ამერიკის ხაზინის მიერ და ეს სანქცია არ მოუხსნა ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ. გაჩერებულია შინწინ კობახიძემ. რა თქვა? დაიწუწუნა სანქციებიც კი არ მოგვიხსნა. და არც მოუხსნიან, იმიტომ რომ კაცი არის ჩვეულებრივი. კაცთან დასაქცირებული არის რუსეთთან კავშირების გამო. რაღაცა ის კი არ არის. ადამიანის წერია ხაზინის დოკუმენტში. ხო, რამეს კი არ εδავებია, ეკოლოგიის დაზიანებას კი არ εδავებია. რუსეთთან კავშირების გამო არის და ეს არ მოუხსნა ეს ტრამპის ადმინისტრაციამ. გაჩერებული აქვს ის $800 მილიონი, რომელიც შვეიცარიულ ბანკს მოუგო. ვერ განკარგავს მისი აქტივების დიდ ნაწილს და ეს ფული სჭირდება. ანუ გასაგებია რომ
რომ რაღაც შეიძლება რამდენიმე მილიარდი ისევ აქვს, მაგრამ ეს არ არის მისთვის ნორმალური მდგომარეობა. ამიტომაც ეს ფული ისევ მის ჯიბეში მიდის და ხალხს ისევ არაფერი. და ეს არის მდგომარეობა, ეს არის ისთვისაც იბძვის ქართული ოცნება გამალებით ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. არანაირი სხვა მათ არ აინტერესებთ. არც ეროვნულობა აინტერესებთ, არც საგარეო ორიენტაცია აინტერესებთ და არც საქართველოს ისტორია და აწყო და დღეს თქვა ნიკამელიან ძალიან კარგად, რომ ივანიშვილი არის ქართველის ბოროტი პაროდია. აი ზუსტად გასახავს ამ კაცის არსს, რომ აი თითქოს რომ ქართველობას და ტრადიციულობას იბრალებს და მართლა აი არაფერი რო ქართული არ აქვს და ბოროტი პაროდია რო არის, აი რაღაცა ამ ყველაფრის და რომ განასახიერებს ყველაფერს ცუდს, რაც შეიძლება კონდეს ადამიანს და რა ვიცი, ზოგადად არსებას. ხო, ანუ ეს არის საბოლოო ჯამში მაგათი მდგომარეობა და მე მგონია რომ ყველა ვინც ხედავს ახლა ამ ბრიფინგებს და ამ ასე ვთქვათ კორუფციასთან ვითომ ბრძოლის აი ამ ახალ კამპანიას ყველა ხვდება და ყველა გაიაზრა რომ მართლები ვიყავით ყველა და მართლა ამათ მეტი საზრუნავი არაფერი არ აქვს ამის გარდა და ეს აუცილებლად ჩამოშლის მათ მონოლითურობას, აუცილებლად დაასუსტებს და ჩვენ ყველა ვნახავთ მაგის შედეგებს აი ქართველი ხალხის წინააღმდეგობასთან და უწყოთ პროტესტთან ერთად, რომ ივანიშვილი ამ ყველაფერს ვერ გაუძლებს. მაგათ გონიათ რომ 28-მდე აქ არჩევნები არ იქნება და შეუძლიათ რომ ყველაფერი გააკეთონ და ეხლა ესე აკრძალავენ პარტიებს და იმ პირობებში იქნება ვარიანტი. ან გონიათ ხო, ეგ არ იქნება არჩევნები და არც მათი მდგომარეობა წყალი აქვს ჩემ მდგარი და ყველა დეტალში ჩანს. აი იმ სასამართლოზეც კი დღეს რასაც დავესწარი ნიკამელის სასამართლო აი რომ შეხედავთ აი ამ პროკურორებს თუ მოსამართლესაც თუ აი მოწმებს, აი ისეთი უსუსურები და ისეთი აი ბოდიში და გულისამრევები არიან ყველა მიმართულებით, მიხვდებით რომ მაგათ ძალა ნამდვილად არ აქვთ რა. არაფერს არ ეყნობიან. წყალი აქვს ჩემდგარი და აი სულთა სიცარიელი არის მათ ადგილას და არანაირი ასე ვთქვათ ძალაუფლების შემნარჩუნებლები ეგენი არ არიან და ეს შიდა კლანური ომი კიდე იქნება რაღაც ცეცხლზე ნავთი, რაც საბოლოო ჯამში მაგათ ჩამოშლის და დაასუსტებს და იმას მივახსენებთ, რასაც ქართველი ხალხი ამდენი ხანია ცდილობს და ამ უწყოდი პროტესტის კარგი. ერთ კითხვასაც დავსვამ, თქვენ სტატიები ახსენეთ, ბევრი ვწერეთ და ბევრი ვკითხეთ, რომ ამ კლანს, ვინც ასე ვთქვათ, ერგება, კიდევ ბევრია ასეთი დასაკავებელი თქვენი აზრით, ასეთი წრე დია თუ ვიწრო იყო ამ ჩინოვნიკების კონკრეტული წრეები? არა, არ იყო ვიწრო, ნამდვილად ძალიან მსხვილი იყო. კიდე არის ვიღაც მე მაგალითად ველოდებოდი, რომ დღეს შეიძლება გიორგი წერეთელი დაეკავებინათ, რომელიც იყო საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი ქარსელაძის მინისტრობის დროს და მისი მოადგილე დააკავეს დღეს საბოლოო ჯამში. მოადგილე დირექტორი არა ჯერ, ხო, ეს კაცი სავარაუდოდ შეიძლება დააკავონ, დიდი იყო ძალიან ამათი გავლენის ასე ვთქვათ სფეროები. ეხლა უბრალოდ შერჩევითად აკავებენ ვიღაცებს რა, იმიტომ რომ რაღაცა ცოტა მრავალფეროვნებაც უნდა მისცენ ამ საქმეებს და თან ხალხსაც აჩვენონ რომ აი ჩინოვნიკსაც ვიჭერთ, ბიზნესმენსაც ვიჭერთ, მერიის თანამშრომელსაც ვიჭერთ. ისიც უნდა ვახსენოთ რომ ხულოს მერიის თანამშრომელი დააკავეს 2 დღის წინ ეს იყო თორნიკე რიჟვაძის ნათლის ძმა და თორნიკე რიჟვაძის ხულოდან არის წარმოშობით და მისი გარემოცვის წევრი იყო ეს ადამიანი. ანუ რა თქმა უნდა შერჩევითია და ჯერ კიდე დასაკავებელი ბევრი არის იგივე რიჟვაძის გარემოცვაში, რომელმაც დროებით გადაავადდა მის მიმართ რეპრესიები აი ამ ფილმში გასროლი ტყუის მეშვეობით. დაგვიანონსეს ჩამოვაო თითქოს, ანუ ეს პირობა შეიძლება იყოს მისთვის აღენებული. შესაძლოა, მაგრამ ნუ არ მგონია რომ ეხლა ეგეც მაგას ენდოს და ჩამოვიდეს, იმიტომ რომ ნორმალური მაგას არ გააკეთებდა. თუმცა მისი გარემოცვიდანაც ბევრი არის დასაკავებელი და ლილუაშვილი ქარსელაძის გარემოცვიდანაც კიდე ძალიან ბევრი არის დარჩენილი. შესაბამისად, თუ უნდათ ამას გააგრძელებენ უსასრულოდ, იმიტომ რომ რავი, მაგაც უსასრულოდ სანამ ფულს არ მოიტანენ. სანამ ფულს არ მოიტანენ. იმდენს რამდენიც ივანიშვილს გონია რომ მათ წაიღეს? ეს ერთი ფაქტორი, ან მეორე თუ დარწმუნება რომ აზრი არ აქვს და ამ ფულს ვერ იღებს და გადაწყვეტს რომ დასაჯოს ლილუაშვილი და დაიჭერს მხოლოდ აი როგორც ბაჩიაშვილის შემთხვევაში გააკეთა, ხო ეს ბაჩიაშვილი კი განსხვავებული მაგალითია, მაგრამ ძალიან გავს. მასაც ფულის ამოღებას ედავება და ნუ ზდია არაბეთამდე, ხო არაბეთიდან ჩამოიყვანა ეს კაცი და კოდების გამურთმევას ასე ვთქვათ, ცდილობს ამდენი ხანია და მაგის გამო რა არ გააკეთა და აქაც იგივე ცდილობს, უბრალოდ ხა ეს ხალხი ციხეში არ ყავს ჩასმული და ყავს გარეთ, თუ ამოიღებს ამ ფულს ამოიღებს, თუ არა და ჩასვამს ციხეში. ოღონდ ისიც უნდა ითქვას, რომ რა ვიცი, აქამდე მithქვამზე ისევ დავადასტურებ, რომ გრიგორ ლილუაშვილის მაგალითად ნათქვამი აქვს. რაღაც ძალიან ვიწრო გარემოცვაში მისავე რაიონში, რომ ის ამ ფულის გადახდას არ აპირებს, იმიტომ რომ იცის რომ მაინც დააკავებს ივანიშვილი, იმიტომ რომ ეს არის ამ კაცის ბუნება. ხო და არ ვიცი, აბა რომელს უმტყუნოს ნერვები ბოლოს გამოჩდება ივანიშვილს თუ ლილუაშვილს და აი ამ ყოფილ ჩინოვნიკებს და როგორ დამთავრდება. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს რო ასუსტებს მაგათ, ეგ არის ცალსახად ეგრე და ვინმე მართქვას, რომ ეხა ამათ გაწევს და ჩაანაცვლებს ვიღაცეებით. ეგრე ჩანაცვლება არ ხდება, ეს არის უზარმაზარი იმპერია, უზარმაზარი. საინტერესო კითხვაა სხვათა შორის, ასე მარტივად ვანის მაგალითზე, მაგალითად არ ნაცვლდება. არსად არ ნაცვლდება, იცით ანუ გავლენა არ აქვს შესაბამისი ამ ხალხს და ამ ხალხმა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოიპოვა გავლენა, მოიპოვა მის მიერ მაგალითად ხო, წრე ააწყო მის გარშემო. ეს გასაგებია რომ ივანიშვილი მარტივად ართმობს.
ართმობს ერთია, მაგრამ მეორე სხვა ნახეთ ამ ხალხს რო გაწევ, ვისით უნდა ჩაანაცვლონ ეს მინისტრებად ისეთ ხალხი დანიშნეს ნახევარი, არ ვიცით ვინები არიან საერთოდ, ანუ კადრების დეფიციტიც კი ქონდათ რაღაც პრობლემა და ეხლა ამ ხელა ბიზნესმენებს რო იჭერენ, რომლებსაც 100-ობით მილიონი აქვთ, ხო რაღაცა საბოლოო ჯამში მოპოვებული. ამ ხალხს ეხლა როგორ ხوار გააკულაკებინ, არა ეს ხალხი ვინც იყო აქამდე ეს ბიზნესმენები და ყავდა გარშემო გარემოცვა, ეს ხალხი ყველა ან განაწყენებული, ან შეშინებული, ან სიფრთხილეც ეკიდება და ეხლა ვიღაცას ვერ მოიყვან, რომელიც ამას ჩაანაცვლებს, ვითომ არაფერი ისე გაგზავნება ცხოვრება. ამიტომაც ასუსტებს ეგოცნებას და ყველა ვნახავთ მაგის შედეგს, რომ ესენი ამას ვერ გადაიტანენ ვერანაირად. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმარი. და ნიკამელიას საქმეზე საუბრობდა დავით